შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი და უსწრებლად წარედგინება. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდია. გამოძიებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეების შორის არსებულ ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები საზღვარგარეთ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს, დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალურ სამყაროს წესებისა და ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორე სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. ასევე პოლიციის მიერ ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 ტერცია, 223 კვარტა და 226 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით ჩართული იქნება აღნიშნული დანაშაულებრივ სქემაში, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი.